ხანდახან ადამიანებს შეგონია რომ ხელისუფლება ამას რატო აკეთებს ხელისუფლება ამას ალბათ ვერ ხვდება გამოასწორებს ხვალდაზე მეგობრებო პრობლემა იმაშია რომ ჩვენ ქვეყანას მართავს ვაჭრები პოლიტიკოსები არ მართავენ პრობლემას ქვეყანას ვაჭრების რამდენიმე ოჯახი მართავს სახელმწიფოს რომელთა ამ ჯგუფის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი პარლამენტარების სიები ქართველების სიების ეს რამდენიმე ოჯახი ადგენს ხან სპორტსმენები და მოჭირავეები და სტანგისტები და ესენი რო არიან პარლამენტში და არა მარტო ახლანდელში ამ ოჯახებმა გადაწყვიტეს მე ვიცი ადამიანი რომელსაც პირადად ემესაუბრა მე არ უნდოდა პარლამენტარობა არ მინდოდაო ძალიან არ მინდოდაო რომ ითქესო პარლამენტარებია პრემიერმა დამირეკაო რომ და გამომიგზავნო რომ პარლამენტის სიაში უნდა იყო კეჭი უნდა იყარო იმდენად არ მინდოდა საზღვარგარეთ წავედიო რომ ვერ დამკავშირებოდნენ მაინც მომძებნესო და დამიკავშირდნენო მე ეს ადამიანი დათანხმდა ვეღარ უთხრა უარი და ერთი სეზონი იყო პარლამენტის წევრი აღარ დავასახელებ სახელებარს იმიტომ რომ სტანდარტულად ასე ხდება და მე ჩემო კარგო აღარც ის არ არის პოლიტიკაში და აღარც ის პრემიერია პოლიტიკაში რომელმა პრემიერმაც დაურეკა მას იმიტომ რომ ეს ყველანი ეს კაცი პრემიერიდან იყო მითითებული რომ იმათ უნდოდათ იმათ ის რამდენიმე ოჯახი რო არის ის ნათია ბერიძე რომ მას დაურეკა რა ქვია კოკაკოლას ჭყონიას ამათ რო ხელფასებს უხთიო ეს რო უკვე ოცნებას ჭყონია რომ ხელფასებს უხდის ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ოცნების ლიდერები ფაქტიურ ლიდერები ნახევარ საქართველოს არ უხდის ხელფასებს ნაღიდია ყველაფერი ესე ქვეყანას მართავს ვაჭრების ჯგუფი მეგობრებო ამიტომ ყველაფერს ფიქრობენ ისინი ფულის საიდან გამოადნონ რაღაცა უნდა გაყიდონ ხო გაასვისონ ფული როგორ გააკეთონ მათი ტვინი ასე მუშაობს რა არის გასაყიდელი დღეს 90-იან წლებში პრივატიზაცია რო დაიწყო გახსოვთ ალბათ ხო ჩემო ძვირფასებო გაიყიდა მთელი ქონება ჩაიგდო კაპიკებით ხელში ისევე თვითონ ერთმა კლანმა ერთმა ჯგუფმა ერთმანეთს მისცეს აი როგორ თქვა თეკლამ ხელისუფლებაში ყოფეს ნაცების დროს იყო ეს რა მაგრამ ახლა რა სხვანაირად არის ხელისუფლებაში ყოფი თანამდებობის ესა თუ ის პირი მოელაპარაკება ამა თუ იმ ადამიანს გადაცემს ამათ ამ ქონებას ნებისმიერ რისის საშუალებაც აქვს შესაძლებლო გადაცემს ვითომ რაღაცა რომ კანონის ფარგლებში ყველაფერი წესრიგში იყოს და გარკვეული დროის მერე ხდება ფულის კეთება რა არის დღეს საქართველოში გასაყიდელი დარჩენილი შენობები რაც იყო ზოგი დავანგრიეთ ზოგი დავყიდეთ დარჩენილია წიაღისეული ყველაფერი გასხვისებულია ზოგი უცხოელებზე ზოგი თვითონ ამ მართველი ბიზნესმენების ამ კლანის ხელში არის ფაბრიკა ქართლები რაც არის საწარმოები მაგათ ხელში არის ან მაგათთან დაახლოებული ვიღაც უცხოელების ხელში არის მიწა მეგობრებო მიწა არის დარჩენილი მიწა და მიწით აკეთებს ეს ხალხი ფულს ხელისუფლება კაცო ძალიან მარტივია ამის დანახვა უნდა დაყიდონ მიწები და ჩვენ ზივარ და გონია მოსახლეობა გონია რომ ვაიმე ეთყობა ვერ მიხვდა მთავრობა და რა შეცდომა შეცდომა კი არ დაუშვა მეგობრებო ფულს აკეთებს ეს ხალხი ჩვეულებრივად აკეთებენ ფულს და ჩვენ აი რისი ეშინი ახლა და რა არის გამოსავალი ის რომ ჩვენ მაგალითად მთავრობას უთხრათ რომ ქვეყანას ნუ კიდე ეგ სამშობლოს ღალატია სასაცილოდ არ ყოფნით კაცო ეს არის რეალობა ბადე სასაცილოდ არ ყოფნით ფულის კეთება შენ როცა ფულის არ აკეთებს ეხა დებილი იმათ ცნობიერება შემორჩენილი შტერი იჭყვიანია იმან კარგად იცის ფული როგორ აკეთოს და მე ეს ფული როგორ გამოიყენოს რა როგორ ატაროს დრო შენ ამას არ იცი შენ შეჩერებით ხარ
რაღაც ქართული მიწა მოუჭერ ხელს და სისხლი გამოდის და აიმე დედა გული ჩქარდება მართვის ეს ფრაზები გაუგებარია ჩემო საყვარელო ქართველებო ეს უნდა გავაცნობიეროთ დავინახოთ რეალობა ეგეთი გზნობიარე ფრაზებს როცა ჩვენ საუბრობთ ერთმანეთს ველაპარაკებით რომ თან გზნობთ ერთმანეთის სიხარულს რომ ქართული მიწა ყოველი ტყაველი ხელი რომ მოკიდო მოუჭირო ხელი პატრიარქის სიტყვები არის ეს სისხლი გამოვა ჩვენი წინაპრებისო მიწას ხელი მოუჭირო ამ თავრობის ხელმძღვანელებისთვის ანუ იმ რამდენიმე ოჯახისთვის რომელიც ფაქტური მართველია ბიზნეს მეტაურობით ეს არის სასაცილო სიდებილი არის ეს ფრაზები ეს უნდა გავაცნობიერო მე რა თქმა უნდა ადრე ეს არცერთ ამ თავრობაზე რო ვაკეთებ ის თავრობა კი არ მავიწყდა მაგრამ ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში ამიტომ პასუხისმგებლობა ამაცია ამიტომ სადაც ეს თავრობა წაეწევა შექნება შესაძლებლობა ყველაფერ მიწას დაიდიან გაასხვისებენ მაგალითად სამშენებლო პროცესს დაიწყებენ კორპუსებს ააშენებენ რომ შემოყრიან უცხოელებს რომ რაც შეიძლება მეტი ბინები გაყიდონ მეტი ფული იშონონ გაყიდიან მიწებს იქ რო აშენდეს არაბების სოფლები აბა ქართული სოფლების აშენება გამორიცხულია იმიტომ რომ ქართველები ისეთი პოლიტიკაა ქართველები ქვეყანა გარბიან და ქართული სოფლები ყდება უნდა აშენდეს ამიტომ აქ არაბული სოფლები და ასე შემდგომ და გამოსავალი რა არის მეგობრებო გამოსავალი არის ის რომ ხელისუფლებას უნდა დაინახოს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე როგორ დაინახავს ამიტომ ყიდულობს ის ადამიანებს ეს იქნება პროპაგანდისტებს ეს იქნება ბლოგერები რო ყავს სოციალებში და ყველაფერს რო აპრავებენ ის უნახე კაცო გვერდი არსებობს არა ნარკოტიკს კომენტარებს მიწერდა მთავრობას იცავს ბიჭო ამ მთავრობამ გენოციდი მოუწყო ნარკოტიკებით ქართველ ერს გენოციდი მოუწყო შენ გაგვერდი შექმნილი არა ნარკოტიკს და იცავ გენოციდ ნარკოტიკებით გენოციდ მომწყობ ხელისუფლებას წარმოიდგინე არა რა დონეზე აბოლებენ საზოგადოებას ხალხს მსმენელს მკითხველს და ეს რა უნდა გამოსავალი რა არის ისი რა თქმა უნდა ხელისუფლება იყიდის პროპაგანდისტებს ტელევიზიებს მაგალითად პოსტივი როა და ზიან და იქ რო იმას რა ქვია ოცნების პროპაგანდას რო ეწევიან დიდძალი ფულის გამოაკეთებენ აბა ხო ვიცით ეს აბა ერთი ახლა სხვა მიმართულებით მიცენახა ფული პოსტივის იქნება თუ სხვა ტელევიზიის ჟურნალისტებს სხვა თემაზე დაიწყებენ ლაპარაკს ჩვენ უნდა რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ და ვიაქტიუროთ ამ თემაზე რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გათვითცნობიერდეს პრობლემაში რაც უფრო მეტი ადამიანს ეცოდინება რა საფრთხე მუქრება ქვეყანას ხელისუფლება ამას კარგად აკვირდება ხანდახან ვითქვამ ხოლმე გაგვიგონი ერთმანეთის საუბრებს რომ აიმე ნუ თუ ვერ ხედავს ხელისუფლება რას ხედავს ზუსტად ხედავს ყველაფერს ნაყიდია საზოგადოების სხვადასხვა ფენები ხელისუფლებას ნაყიდი ყავს დავერბორკებულები ყავს რაც უფრო მეტი პირიქით ჩვენი საუბრით რაც უფრო მეტი ადამიანი გათვითცნობიერდება და რაც უფრო მეტს ვეტყვით რა საფრთხე ემუქრება თითოეულ მათგანს მით უფრო შანსია რომ ხელისუფლება შეცვალოს დამოკიდებულება მიწის გაყიდვას არ შეცვლის მეგობრებო აი მაგალითად ხელისუფლება რო გადავიდა ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულ რელსებზე იმიტომ კი არ გადავიდა რომ მართლა კონსერვატორი გახდა იმიტომ დაიწყო მაგ ტექსტებით ლაპარაკი რომ ჩვენმა ფლანგმა კონსერვატორებმა ალტიფოს ბიჭების ხელმძღვანელობით არ მომერიდება ამის თქმა რა თქმა უნდა სხვებიც არის მაგრამ წამყვალი ძალა ეს ხალხია ქვეყანაში იმდენად უკვე პროპაგანდა გაუკეთეს კონსერვატორ იდეებს რომ შეხედა ხელისუფლებამ რომ ახლა ამ ტექსტებით ხალხი უკვე ეს რაც სიამოვნებს ხალხი იმ სიტყვებს ვილაპარაკებ რომ ხალხი მოტყუებას ითხოვს ძალიან კაცად რო ამბობ ჩემო ძვირფასებო მაგრამ რა ვქნა მახასიათებს ასე მწარე საუბარი
მასის დიდი ნაწილი ითხოვს, რაც შეიძლება მას ხშირად ატყუებდნენ. რაც უფრო აი ნახეთ ერთი გამონათქვამია, მასას თუ უთხარი რაც ეშლება გაგთელავსო, მაგრამ თუ მართე ის ლიდერად გაქცევსო, დათათვაშხია, რატო რა ქვია, რომ დათარა მისი მეგობარი რომ აბელსეთურის მონება ცემეს სეთურის შუდად მოხსენიებაზე, ისე მათთვის არ ეუნებოდა, ეს არის დათაშეცდომა ეს იყო. მასას უთხრა ის რაც ეშლებოდა. და ხელმა ჩემი შეცდომას ეს არის, მასას ვეუნები, მაგრამ ამას მასა ვერ გებულობს, ამას გებულობს ხელისუფლება, ვის მასის მართველია. მასა ვერ გებულობს, რას ელაპარაკები, ლანძღი, აგინე, ის ვერ გებულობს ამას. სამწუხაროდ. მასა ითხოვს ატყუონ ის რაც შეიძლება ბევრჯერ. მოთხოვნილებაა, როგორც სიმართლე არ გააგონო. საზოგადოების დიდი ნაწილი ასე არ გააგონო სიმართლე. ატყუეს მინძურე უთხარი, გაურყვენი შვილი და მომავალი, თანახმარი კაცო, გოგუების დედა იტყვის, როდის გადაშენდებაო ქალიშვილობის ინსტიტუტიო. ბიჭების დედა იტყვის, რუსეთს უნდა დაუძამოთ და ვემოთ, აბა რა უნდა ვქნათო. იმდენად აქვთ ტვინები გამორეცხილი, იმდენად გამორეცხილი ტვინები პროპაგანდით. ამ მიწებთან დაკავშირებით ეს რომელიც აღმოაჩინეთ ჩემო თეკლა და ჩემო ქალბატონებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენი ბრძოლის შედეგად რომ გასაჯაროდა. მე როგორც ერთმა ქართველმა მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი სამშობლოს სიყვარულისთვის მინდა მადლობა. ჩემი სამშობლო რო გიყვართ. აი მარტო მხოლობიჩი ვიტყვი ამას. აი რატო მიყვარხართ, იცით? ჩემი სამშობლო გიყვართ. და თქვენც ასევე რატო გიყვართ სხვა ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის ვნავს? იმიტომ ეს სამშობლო პირადად თქვენია. ვიღაცა სხვას ვერ უნაწილეთ ჩვენ სამშობლოს და ვინ ჩვენ სამშობლოსთვის იღწვის, ყველანი გვიყვარდება. თან ამ დროს არც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ რომ ვიცი რომ ჩემი საქართველოსთვის ვიღაცა იღწვის, მიყვარს უკვე. არადა პირადად არც ვიცნობთ. მაგრამ ეს სიყვარული ბუნებრივად მოდის და რამდენი ასეთი მიწებია გაყიდულები და რომლებიც ჯერ ვერ გავიგეთ. ეგენი ამას გააკეთებენ მომავალშიდაც. მათი ცხოვრების აზრია ფულის კეთება. ფულის კეთება კი მიწის გაყიდვაშია დღეს. კარგი ბიზნესია, სამშენებლო ბიზნესი და მიწის გაყიდვა. ამისთვის კიდე ჭირდებათ მყიდველი. ამიტომ შემოყავთ აზიელები. ამათ უეჭველი შემოიყვანებენ. მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის, მაგრამ კიდე ასეთი ბევრი ყავთ და ამას რაც უფრო მეტად ჩვენ გავასაჯაროებთ, რაც უფრო მეტად ვილაპარაკებთ ამ თემაზე, რაც უფრო მეტად ვეთყვით ბევრ ადამიანს ამ საქმეს, ვიღაცა გაიგებს ამას. ოღონ ერთი მინდა კიდე აი მინდა რომ რაც მინდა ჩემო ძვირფასებო შეხედოთ. აი ხო რამდენიმე თვიანი მიწების გაყიდვაზე განსაკუთრებული პროპაგანდა რომ მიდის ჩვენი ფლანგიდან. და რა წლები არის უკვე მართვეკია ზოგადად ქართველი ხალხი, სამშობლოზე შეყვარებული ქართველი ხალხი ამაზე საუბრობს. ირგვლივ მიმოიხედეთ ჩემო ძვირფასებო და ხელისუფლების გამправებლები ვინც არიან. ხო? მე რიგითი ხმის მიმცემები რო არის, თქვა სადღაც რო ცხოვრობს, კიდე ქალაქში მუშაობს, ძიმე სამუშაო საცოდაოდ ოჯახი არჩინოს, კიდე სოფელში, რომელიც სადღაც ვერ ერკვევა რა ხდება მის თავს და ქვეყანაში ზოგადად, მათი არ საუბრო. გამправებლები რო არიან, აქტივისტები რო კიდე სხვა დაერათ რო დაარქვათ. გინდა ოცნების აქტივისტები. ვინმე მას შედით მათ სოციალურ გვერდებზე თუ ერთ პოსტს მაინც ნახავთ რომ ისინი განიცდიან საქართველოს მიწების გაყიდვას და არაბიზაციას და უცხოელების ასე შემოსევას. მარტო ოცნება კი არა, მეგობრებო. აი ეგრეთ წოდებული ბარიერ გადალახული პარტიების აქტივისტები. გახარიას აქტივისტები, ჯერ არ ვიცი გახარიას აქტივისტები ვერ გავიცანი, ვეძებ იგული ვინ არის არ ვიცი. მაგრამ ვიღაცები ხო არის, შედით მათ სოციალურ გვერდებზე თუ ნახავთ, რომ არიან შეწუხებულები, თქვათ, ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვით. ლელოს აქტივისტები,
და ორად გაყოფილი ნაცების აქტივისტები. მეგობრებო, რა თემა რომელიც შეეხება საქართველოს და თემა რომელიც შეეხება მართლმადიდებლობას, ეს პარტიები და მათი აქტივისტები დგანან ერთად. ეს დღეს კი არ მომხდარა, მეგობრებო, ჩემო ქართველებო, მარტო დღეს კი არ ხდება. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს 2013 წელს ვნების ვიდეოში, იქიდან მოყოლებული ნაცი კოცი ერთად ანადგურებს საქართველოს და ჩვენს მართლმადიდებლურ საწყონოებას. ერთად, მეგობრებო, ნებისმიერი თემა, რომელი კანონის მიღებულა, რომელიც არის ანტიქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივი, ახალგაზრდობის წინააღმდეგი, რომელ კანონზე ქონდათ ნაცებსა და ქოცებს და მე რაღაცეი ლელოსა და ქოცებს, თუ გინდა გახარიასა და ქოცებს დავა მათ შორის. არაფერზე რაც ეწინააღმდეგება საქართველოს, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, ამ საკითხებში ნაცებს, ახლებს, ლელოს, გახარიას და ოცნებას სადაო არ აქვს არაფერი, მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, დააკვირდით, მათ აქტივისტებში ვერცერთ პოსტს ვერ დაინახავ, ვერცერთ კომენტარს ვერ დაინახავ, მაგარგა პირიქით შენ რო ლაპარაკობ, აი ხალხი უკვე აღელვებულია, ხალხი ერთხელ ამასიდან ერთი მეუბნებოდა ამ წელს ხალხი აღელვებულია მამაო, აი მაგალითად რომ საუბრობ ამ თემაზეო, კი მე ვთქარ ხალხი აღელვებულია მეთქი. მაგრამ იმაზე კი არა, რასაც მე ვლაპარაკობ თქვა. მიწა იყიდება და არაბე. ხალხი აღელვებულია მე რო ვლაპარაკობ. ამ თემაზე რატო ლაპარაკობთ? ამაზე არის დიდი ნაწილი აღელვებული. საერთოდ გაჩერდი რა შენი საქმეა? უფრო მეტი ამას მედავება პირადად მე, გვდელი ხარ და რა შენი საქმეა? ქვეყანა გაყიდიანო, კაცო, დარობაო. შენ გაჩერდი შენ საქმეს მიხედები, შენი ტაძარი და ილოცეო. ნერვიულობენ ამ თემაზე თვითონ და მცირე ნაწილია, მეგობრებო, მცირე ნაწილი, რომელსაც გული ტყივა. მაგრამ რა არის გამოსავალი? ძირითადად ჩვენს ქვეყანაში არჩევნებზე რომ მიდის ხალხი დღეს, არის დაახლოებით 2 მილიონი. პლუს მინუს სადღაც ადგილობრივ არჩევნებზე ალბათ ცოტა ნაკლები მოვა, საპარლამენტოზე ცოტა მეტი. მაგრამ დაახლოებით 2 მილიონი. 2 მილიონის 5%, მეგობრებო, არის 100,000. 5% რო იყოს საქართველოზე შეყარებული ადამიანი, საქართველოში 100,000 კაცი რო ყავდეს ჩვენ ქართველებს სამშობლოზე შეყარებული. საკითხი მოგვარდება 2 კვირაში. მაქსიმუმ 1 თვეში. ყველაფერი დამთავრდება. ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი დადებით და დაიწყება პროცესები. 100,000 კაცი რო ერთად დადგეს. რა შვები შენ ვიზია ჩვენ მიწას მამაპაპით მორწყულ სისხლით მორწყულ მიწას რო მიყიდი. აქ ალია ბალია კი არ არისო, 100,000 კაცი რო დადგეს რუსთაველზე. ამ მთავრობას რა დაემართება, როგორ ფიქრობთ? ამათ რო გამოყავთ, ახლა რა ვიცი, აკაცუკები არიან თუ ვინ არის ევროპაში რომ მიდიან ლიანდაგით. ეს ხალხს რო გამოყავთ, ხალხი და დარბია ქუჩაში, ესენი გაამარგინალა ხელისუფლება. გაამარგინალა დაცინის უკვე. ყველანაირი დაცინის, ამიტომ ესენი ხელისუფლებაში საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. იმიტომ რომ ეგერი თვითონ აი მერთო მიშველი, ეს ხალხი მათი უმრავლესობა ჯანმრთელი არ არის. ამიტომ ამათი გამარგინალება ოცნებას არ უჭირს. და ნახეთ, ჯანსაღი ნაწილი რო ყავდეს 5%-ით ჩემს სამშობლოს, თქვენ სამშობლოს 100,000 ადამიანი, ქვეყანა რო ეყარებაო, საჭმელზე მეტად. საჭმელზე მეტად საქართველო რო ეყარება და საკუთარი შვილების სიცოცხლე რო ეყარება საჭმელზე მეტად. ასეთი კაცი 5% რო ყავდეთ ჩემს სამშობლოს, საქმე მოგვარდებოდა. 100,000 კაცი რო ერთად დადგეს. წარმოიდგენიათ, ეს ხო ყველა პატრიოტის ოცნებაა.
ნატურა არის და სწორედ ამაზე ვედრებით ღმერთს, რომ ქართველები გააღვიძე უფალო. გაღვიძება რას ნიშნავს? ბიჭო თქვი სათქმელი რომ იყიდება სამშობლო. რომ ეს ცუდია. აი ამის მთქმელი გვინდა 5% რო იყოს ქვეყანაში. ქვეყანა დაიწყებს გამოსწორებისკენ სვლას. ქვეყანა ეგრევე დაიწყოს გამოკეთებისკენ სვლას. რატო? იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას ეშინია საქართველოზე შეყვარებული ხალხის ერთობის. იმ ხალხის ერთობის, ვისაც საქართველო უყვარს, ვინც საქართველოს ინტერესებისთვის ფიქრობს და ზრუნავს. და 5% რო იყოს, მაგრამ 5%-იც ბევრია კიდე. წარმოიდგინე 2% ნახევარი რო ვიყოთ. 50,000. მაშინაც გაკეთებოდა საქმე. ამიტომ უნდა ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტი, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე. უნდა ვისაუბროთ ყველგან, სადაც შევძლებთ. ახლა მე 3 ტელეფონი მაქვს ჩართული ერთდროულად. ერთი TikTok-ზე პირდაპირ ეთერშია, მეორე Facebook-ში და მესამე YouTube-ზე. უნდა ვისაუბროთ ყოველდღე, სადაც ვიქნებით. უნდა ვთქვათ სათქმელი, რომ ქვეყანა იყიდება. რომ რაც შეიძლება მეტსა და მეტ ადამიანს მოხვდეს, იცის განავინმე არ იცის, რომ იყიდება, მაგრამ რაც უფრო ხშირად ვეთქვით, უფრო მეტად შეფხიზდება. აი ბავშვი ხო, ვისაც გაგვიღვიძებია, ან ჩვენ ყოფილვართ მაგალითად სადმე წავსვლა გვაღვიძებენ, ხო? განსაკუთრებით კარგად ჩანს ბავშვზე. სკოლაში ვარ, წავსვლა დედა რო აღვიძებს და ადექიო და ერთი გაიზმორება, მეორედ რო გეუტყვი მერე და გვიან რო დაიძინა. მე რამდენად შეიძლება მეხუთე თქმაზე გაიღვიძოს, შეიძლება მესამეზე, მაგრამ ხო ეუბნები. თან უნდა ეცადო ისი არ უნდა უთქვა, რომ არ შეეშინდეს. უასია. არ და ხო ასი არის, აი თეკლას გაეცი და მართლა ასი არის. თან ისე უნდა უთქვა, რომ არ შეეშინდეს, ზუსტად ასეა ჩვენი ხალხი. ნე უნდა უთქვა, რომ გაიღვიძოს და თან ისე რომ არ შეეშინდეს. ვაიმე დედა, თან შენ არ გადაგიწყო შხუბი მერე, იმიტომ რომ გააღვიძებ არც ერთ ადამიანს და მით უმეტეს ბავშვს, კი ბავშვი არა, არც ერთ სრულწლოვანს. როძინავს გამღვიძებელი არ უყვარს. არ სიამოვნებს გაღვიძება. ეს ხო მართალია. აი ისი არის ხალხი, გერი რო დაძინებულია, გამღვიძებელი არ უყვარს. რო აღვიძებს ის ეზარება, გამაღვიძაო და ხან მithქვავს თუ არ გაიღვიძებ, ჩემო ქართველო, გაიზმორე მაინც, ბიჭო, გაიზმორე, რომ ცოცხალი რო ხარ. აი ამას ვეუბნები ხოლმე მე და უნდა ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ, რაც შეიძლება მეტჯერ ხშირად ყველგან ავტობუსში, იქნება გზაში, გაჩერებაზე, ხალხურ ადგილებში, ჭირშილ, ხიში, ყველგან უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვთქვათ. ეს მთავრობა ყიდის ქართული მიწებს, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწებს, რათა ფული გააკეთოს. ეს მთავრობა მიზან მიმართულად ეწევა იმ პოლიტიკას, თა ჩვენ გვატყუებს, რომ ჩვენ არ გავბრაზდეთ და არ აღველდეთ მათ წინააღმდეგ, მიზან მიმართულად ეწევა ესეთ პოლიტიკას, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი საქართველოში. რატომ? მეტი მათი აშენებული ბინების ყინველები რო იყოს. რაც შეიძლება მეტი რომ ქართული მიწები შეიძინონ და მათ ამით ფული გააკეთონ, ფული იშონონ. თუ კი აქ ხვანდაზე გულანძებულ ქართველებს საერთოდ ამოხოცავენ და დაწყვეტენ, რაც გარდაუვალია. გარდაუვალია ჩვენი ფიზიკური განადგურება ამ შემოყვანილი ხალხის მიერ.